გამარჯობათ. გადავწყვიტე კიდევ ერთი ვიდეო დავუთმო ფსიქოლოგიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ფსიქოლოგიის კუთხით, არამედ ცხოვრებისეული კუთხითაც. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც სიცრუე არის ყოფიერების განუყოფელი ნაწილი. არავინ არ გეტყვით, რომ მავნებელი საჭმელი მავნებელია. ისინი გეტყვიან, რომ უსაფრთხოა. იტყუება ყველა, პოლიტიკოსი, ექიმი, ფსიქოლოგი. სიცრუის გარეშე თითქოს ცხოვრება ჩერდება. როგორ გავარკვიოთ სიმართლე? სახარებით. აი ბიბლიაში არის ასეთი სიტყვა, ყოველი კაცი ცრუე არს და უფალზე ასეა ნათქვამი. წრფელ არს უფალი ღმერთი ჩვენი და არა არს სიცრუე მისთანა. თუ გინდათ დაინახოთ რა ხდება სინამდვილეში. ვინ გატყუებთ, ვინ არ გატყუებთ, ვინ ისეჭრის და კერავს, როგორც თვითონ უნდა. სახარება ისწავლეთ და რაც იქ წერია გააკეთეთ ხოლმე. მადლი არის ღმერთის ენერგია, თქვენ სულში დამკვიდრებული მადლი დაგანახებთ რა ხდება ამ სამყაროში. მე მინდა წაგიკითხოთ, აი ეშმაკის ადვოკატების ეს ფსიქოლოგები არიან, როგორ აღიქვამენ სამყაროს. აი ჩვენთან როგორ არის ქრისტიანობაში და ეგენი როგორ ხედავენ. ჩვენთან რაც არის ამაოდმეტყველება, იმათთან არის კომუნიკაბელურობა. ჩვენთან რაც სიცრუეა, იმათთან არის მოხერხებულობა და უნარი რომ კონფლიქტებს თავი აარიდო, მშვიდობა დაამყარო. შური ყოფილა სიმართლის ძიება. ნაყროვანება ეს ყოფილა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვიტამინები არ მოგვაკლდეს. სიზარმაცე ყოფილა დასვენება, განტვირთვა. აი შეუმოსაობით ცდუნება ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. ადამიანი რომელიც შეუმოსავი დადის, კაცი, ქალი არ აქვს მნიშვნელობა. ის იწევს ვნებების აღძრას სხვა ადამიანში. ის ადამიანი რომ ამას დამორჩილდეს და გარდაიცვალოს, ის ვერ ცხონდება. ესე იგი, მე ჩემი შეუმოსაობით სხვას უშვებ ჯოჯოხეთში. აი ამას ეს უგუნური ადამიანები ეძახიან ხოლმე სილამაზეს და ხელოვნებას. აი რო ნახოთ ძველი სახელგანთქმული მხატვრების ნაწარმოებები, შეიძლება მილიონი ღირდეს სურათი და იქ უბრალოდ შიშველი ადამიანია გამოსახული. ვინმემ რო გაჩუქოთ ეს სურათი, უნდა გადააგდოთ. იმიტომ რომ თქვენო ბავშვებმა ამას არ უყურონ, არც თქვენ. შფოთი ყოფილა შრომის მოყვარეობა. თავხედობა ყოფილა სიმამაცე, შენ უფლებას იცავ. სიბილწე ყოფილა თავისუფლება. უსიყვარულობა ყოფილა ფხიზელი გონება. აი რო შეადაროთ, რაც უფალმა გვასწავლა, რაც წმინდანებმა გაიმეორეს მერე და რასაც ასწავლიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო. სახარება ისწავლეთ, წმინდათა შრომები ისწავლეთ. არავისი ახსნა არ დაგჭირდებათ, თქვენ თვითონ კარგად დაინახავთ, ვინ მოქმედებს იქ, ვისი დადგენილი არიან, ვის მიზნებს ემსახურებიან, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან ამას. ღმერთს ვებარებოდეთ.